დღემშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო FM 103-ზე მართული თქვენი რადიო მიმღები ჩვენ დავბრუნდით ცოლქრული ფილოსოფია ეთერში ეკატერინა სოფიასთან ერთად და დავბრუნდით ჩვენ სტუმართან ერთად რომელიც არის ძალიან კომპეტენტური ძალიან არის პროფესიონალი და სიმპათიური მოგესალმებით სანამ დავით ძალიან საინტერესო სტუმარი გქოს მოკლედ აჰა სიმპათიურიც არის მაგრამ ნუ მე მისი განათლებით უგზო განათლებით ვარ ისეთი მოხიბლული ბატონო არჩილ გამარჯობა ჩვენ სტუმარია ბატონი არჩილ ბაქრაძე პროფესორი სექსოლოგი ერთ-ერთი სექსოლოგის მამა მე მგონი საქართველოში ნამდვილად თამამად და ხმამაღლა განვაცხადებთ ამ ყველაფერს ეს ადამიანი ისეთი პროფესიონალია რომ მე მსგავსი არ მინახავს მის სფეროში და დამერწმუნეთ თქვენც ვერავის ნახავთ ეს ყოველგვარი ფამილიარობის გარეშე ბაბაკაცების უბედურება როდესაც ესეთი ლამაზი ქალბატონები ესეთ კათედრებს იღებდნენ რაღაც მომენტში სადღაც კუჭულებში რაღაც ნაწილს იჯერებ და მოკლედ ეს საშინელება მე დაგასწარით და აღნიშნე რომ ფამილიარობის გარეშე იყოს ყველაფერი ნათქვამი ჩვენ ყოველთვის ვინც გვისმენს იცის რომ ყოველთვის ობიექტურად ვამბობ და აღნიშნავთ ყველაფერს შესაბამისად ნუ თქვენ რა გჭირთ დასაჯერებელი მე ეჭვება ეს ყველაფერი არ იცოდეთ და სიახლე იყოს თქვენთვის ნუ ესეთი დახვედრის მერე უკვე გაციცდით ბატონი არჩილი უკვე მეორედ არის ჩვენი განაცემის სტუმარი თუმცა ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი რომ ეს არის ჩვენი მეგობარიც და ამიტომ მსმენელებო დაგვირეკეთ სტუდიაში ნომერზე 252-103 ბატონ არჩილს დავასვით შეკითხვები ის ყველაფერზე გვიპასუხებს ასე რომ თუნდაც Facebook გვერდზეც მოგმართეთ არ არის პრობლემა იქაც გიპასუხებთ ეკატერინა საქმეზე უნდა გადავიდეთ. აუცილებლად. ბატონო ესე ის ყველაფერი არ იყო საქმე, არა ეს იყო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თქვენი გადაცემა. მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენთვისაც. ეს იყო პროლოგი ბატონო არჩილ. ხო უნდა დაგიკონკრეტოთ საქმე. არა, უბედურებაში რომ მე ხუნდა დავამტკიცო რომ ეს ასეა და ეს ძნელია. თქვენთვის ძნელი არ იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საუბრობ ტემპერამენტზე, ტემპერამენტის ტიპებზე და სექსუალურ ტემპერამენტზე. კონსტიტუციაზე რაც მთავარია, სექსუალური კონსტიტუცია, რა ხდება ამ თემის გარშემო ჩვენ გავაცანით მსმენელს ტემპერამენტის 4 ტიპი, ჰიპოკრატესეული, ასევე გავაცანით სექსუალური ტემპერამენტის 3 ტიპი, რომლებიც სექსოლოგებმა განსაზღვრეს. და პირველი კითხვა ასეთი იქნება, როგორც გვეუბნებიან, ტემპერამენტი არის გენეტიკური. ტემპერამენტი ვლინდება ხასიათში. მეორეს მხრივ ხასიათი არის ცვალებადი. გენეტიკა არ არის ცვალებადი. როგორ ხდება ეს ყველაფერი? ცოტა შეუთავსებლობა ხუმარ გვაქვს. თუ კი გენეტიკა არის მყარი, ხასიათი ცვალებადი მეცით რას გიპასუხებდით? აი ხლა თქვენ რამდენიმე ფრაზა თქვით კითხვის ნიშნით. აი ხლა თქვენი ფრაზები გადაიყვანეთ მტკიცებით კილოში და მიიღებთ ჩემ პასუხს. შედარებით რომ 4 ტიპი არსებობს და ასე შემდეგ. მე სიმართლე რომ გითხრათ მე თამამად შემიძლია ხო საუბარი? რა თქმა უნდა. ჭეშმარიტ ჟურნალისტებთან ვარ, თქვენ მეკითხებით, მე გპასუხობთ, ასე რომ წინასწარი შეთანხმების გარეშე ხო? რომ მსმენელმა დაგვიჯეროს. მე სიმართლე გითხრათ პირველად რომ მივიღეთ თქვენი წინადადება სექსუალურ კონსტიტუციაზე საუბარი მე დასხიში ვარზე ვიყავი გავსურთ არა შემეშინდა იმიტომ რომ მეზარებოდა რაღაც მუსიკას ჩავუწიო არა იყოს ხო შემეშინდა და გეტყვით და მაგრამ მე როდესაც ვიფიქრე რომ ესეთი ახალგაზრდა ორი ჟურნალისტი მიდის ამ დამიძზე რადიოთი ილაპარაკოს და არეშინია თავიანთი კარიერების, ჟურნალისტური კარიერების გაფუჭების და მიდიან ამაზე, მე რა უფლება მქონდა რა უარი მეთქვა, იმიტომ რომ თქვენ გესმით რაკელით, თქვენ თემად მთავაზობთ სექსოლოგიას და პოლიტიკური სიტყვა შემოგავთ კონსტიტუცია. გესმით რა ხდება? საერთოდ სექსოლოგიაში პოლიტიკა და პირიქით ხშირად არის. ნუ რა არის სექსუალური კონსტიტუცია? ეს გლეხს კაცისთვის გასაგებიათ რომ თქვა, თორე ეს 4 ტიპი ცოტა შორს აგვიყვანს და ძნელი სალაპარაკოა. აღწერილი ადამიანი სექსოლოგიაში, რომელსაც შეეძლო კი არა, მოთხოვდილება ჰქონდა
16-14 წლიდან დაწყებული 65 წლამდე ყოველ დღე 5-ჯერ ეცხოვრა. ეს კი თუ ვის ვერ პოულობდა ობიექტს, ასე თქვა, თავის სექსუალური პრეტენზიების რეალიზაციის, ის მიმართავდა მასტურბაციას. დღეში 5-ჯერ. ყოველ დღე 65 წლამდე 16 წლიდან. წარმოგიდგენიათ? ეხლა აგრეთვე აღწერილი ადამიანი, რომელსაც ჯამთელი აბსოლუტურად, რომელსაც ერექცია აღენიშნა 30 წლის განმავლობაში 3-ჯერ. ანუ იგივე 65 წლამდე 6-ჯერ აღენიშნა ერექციის ეპიზოდი. აი რო ისაც ატარებენ აი ესეთ ერთი სექსუალობას, მეორის გამოდის რომ ის პირველი არის 36,000 ჯერ უფრო სექსუალური ბიჭი ვიდრე პირველი. მაგრამ მოდით მე თქვენ დაგისვათ შეკითხვას, ეს არაფერი საინტერესო არ არის. აი თქვენი აზრით, ქალბატონისთვის რომელთან იქნებოდა ცხოვრება უფრო უპრიანი და უფრო ბედნიერი? მამაკაცისთვის, რომელსაც აი დღეში 5-ჯერ ყოველდღე მოთხოვნილება ჰქონდა ცხოვრების, თუ ვისაც 4-ჯერ ჰქონდა ერექციის ეპიზოდი. ქალბატონის სექსუალური ტემპერამენტი უნდა ვითვალისწინოთ ამ შემთხვევაში. კრიტერიუმით გავიღოთ. ავიღოთ აბსოლუტური კატეგორიები, რომელი ერთი, ან ერთი, ან მეორე. ნუ მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში თუ კი ქალბატონი იქნებოდა მაღალი სექსუალური ტემპერამენტის ავიღოთ. საშუალო სტატისტიკური ქალბატონი, რაც მიგაჩნიათ საშუალო და რომელი უფრო მისაღებარია და დაუშვათ უნდა მიუსაჯოთ. ადერთად ცხოვრება მეორესად ქმნათ, ნუ ქმარი ადერთად. ვინაიდან საშუალო ორივე მათგანს ეწყობა ასე თუ ისე, ამ შემთხვევაში არჩევანი თუ მიდგება ალბათ უფრო აქტიურ მამაკაცთან მოსურვებდა, რა თქმა უნდა, თვეში ერთხელ სექსუალური კავშირი ქმართან მე მგონი არ არც ერთ ქალბატონს არ ენდომება. გავარჩიოთ. როდესაც დაბალი სექსუალური კონსტიტუციის მამაკაცთან მიდის ეს ქალბატონი, ხო? ალბათ რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ შეუძლია ანუ დაძელებას ადგილი არ აქვს, რომ სხვა აძელებდეს. თვითონ ირჩევს რაოდენობას. როდესაც მიდის ძლიერი სექსუალური, აი მეორე ვარიანტთან, იქ ფაქტიურად ეკნებოდა დაძელებას ადგილი ქმრის მხრიდან. ფაქტიურად ეკნებოდა გაუპატიურების მცდელობებს ყოველდღე ადგილი. დაძალება ანუ სექსუალურ მანიაკებს რომ ეძახიან. ანუ გაცილებით უფრო უარესია. ანუ პარტნიორთან არ ეკნებოდა მანიაკად, სწორედ აღნიშნა. გესმით? იქ ეკნებოდა ფაქტურად ყოველი დღე იქნებოდა საფრთხე გაუპატიურების. და პირველ შემთხვევაში არა და კომპენსატორული საშუალებები არსებობს, თქვათ იგივე ონანიზმი, იგივე ხელოვნური სათამაშოები და ასე რომ მეორე შემთხვევაში იმდენი ექნებოდა სექსუალურ კავშირს, რამდენიც თვითონ უნდა დაძალებას არ ექნებოდა ადგილი. დაძალება ითვლება სწორედ სწორად, ასე რომ არჩევანი მცდარია თქვენი. ეხლა მე რა მინდა რომ თქვათ? აი წარმოიდგინეთ რომ ცხოვრებაში, როდესაც ხოვდებიან ახალი წყვილები, რომ იქნებიან ერთმანეთს ხვდება სხვადასხვა სექსუალური კონსტიტუციის ადამიანი. და როგორ არის იცი? ანუ შეუთავსებლობას რაც განსაზღვრავს ხომ ამ შემთხვევაში? ხო და ტემპერამენტის განსაზღვრება ხო, სანამ არ გამოცდი, ანუ ვერ მიხვდები, ხო? ესე იგი გადავდივართ ქალწულობის ინსტიტუტზე უკვე მაშინ. გესმით? რატო თქვი რისკიანი თემა? იწავს იმიტომ რომ მაშინ ქორწილამდე ჯობია მოისინჯოს, ვიდრე იწყევლო თავი ქორწილის მერე, როგორც ძალიან ბევრი წყევლის თავს და მერე შორდება და ბავშვის პრობლემა და უამრავი სხვა პრობლემა. ანუ სად არის ჭეშმარიტება, სად არის ტრადიციები, ქორწილამდე, რასაც გძალავს დაუშვათ ბევრი ინსტიტუტი, მათ შორის ეკლესია, ხო? და ისტორიულ-კულტურალური, ასე ვთქვათ, ელემენტები, თუ ეს რა მივიღოთ ახალ ეპოქაში და იმ დასავლეთიდან და რა ასე ვთქვათ უარი. ესმით? ანუ კომპრომისების საკითხი, ძალიან რთული საკითხია. ეს სექსუალური კონსტიტუცია, მით უმეტეს ნახეთ ანალოგია პოლიტიკასთან, აი, ყველა ქვეყანას აქვს თავისი კონსტიტუცია, ხო? მაგრამ ხო არ ეძახე, გინდა თუ არა ჩემი კონსტიტუციით იცხოვრე. იხელმძღვანელე. რა თქმა უნდა, აი, ძალიან ძნელია. და სხვათა შორის აი აქ არის ფართობითების კრიტერიუმი, როდესაც თქვენ ბრძანეთ, რომ აი გაჩნდა როგორი ქალბატონი თუ მეტად იქნებოდა. ანუ მეორე მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ბატონ არჩი უკაცრავად შეგაწყობთ წაღან თქვენ აღნიშნეთ რომ შენ არასწორი არჩევანი გააკეთე ამ შემთხვევაში ქალი გასაგებია თუ მამაკაცის მხრიდან გადავხედავთ მამაკაცი ხომ სტრესში აღმოჩნდება თუ კი ის პასიურია ქალი მიიღებს იმ ამ დენჯერას თავად სურს მაგრამ მამაკაცი აღმოჩნდება სტრესში ხო მაშინ იძულებულია რომ სადღაც გარეთ ეძებოს ხო გაძრეს ჩვენ შეიძლება რომ აი ესეთი ყველაფერს მაინც ორი მხარე აქვს ტემპერამენტის გამოცნობა თუ შეიძლება ბატონო არჩილა ეს ზერელე აი ზერელე საუბრის დროსაც უკვე ჩდება ელემენტები ამ ტემპერამენტის როდესაც იცნობს ერთი მადილოსადი მახასიათებლები ჩამოთვალეთ ჩვენ ზუსტად არისტოტელის მცნებებიდან გამომდინარე როგორია ამა თუ იმ ტემპერამენტის ადამიანი როგორც დადებითი თვისებები ასევე უარყოფითი თვისებები აქვს მას და აი იცით რა არის არსებობს ტიპები საერთოდ ადამიანის ასთენიკი, ხოლერიკი და ასე შემდეგ. აი ჩვენ მოდით უფრო პრაქტიკულ სექსოლოგიაზე ვილაპარაკოთ. ეხლა აი დღეს რაც ხდება, ხო კონსტიტუციურად ტიპით სუსტი სექსუალური კონსტიტუციის და ეს იგრძნობა. ნუ როდესაც ბაბაკაცი დაუშვათ 59 წლის ასაკში პირველად ესე ცოლი მოყავს. და მისთვის ეს არის პირველი სექსუალური გამოცდილება, ხო? ესე გაუგებარია საერთოდ ტიპაჟი, იმიტომ რომ არჯერ არც მოუსიჯავს რა არის. ხვდებით? ჯერ მოყავს ცოლი და მერე მოდის სექსოლოგთან, იმიტომ რომ ხვდება რომ აი ეს ფსიქოლოგიური პრობლემა ხომ არ არის. რა თქმა უნდა. აი ეგ მინდოდა მეკითხა. ფსიქოლოგიური პრობლემა ფსიქიკიდან მოდის და ეს ფსიქიკა განსაზღვრავს კიდევ იმას რა ტიპს მიეკუთვნები. ხვდებით რა? უკაცრავად ბატონარში შეგაწყობთ და აი აქ რა მაინტერესებს, როდესაც ადამიანი თვლის რომ არის დაბალი სექსუალური ტემპერამენტის, ანუ მისი მოთხოვნილება სექსუალურ აქტთან დაკავშირებით არის ძალიან მინიმალისტური. და ის გადაწყვეტს რომ მე მივეკუთვნები ამ ტემპერამენტს დაბალი სექსუალური ტემპერამენტის კატეგორიას და ეს არის ძალიან ბუნებრივი. ამ შემთხვევაში რამდენად შეიძლება რომ საქმე გქონდეს კომპლექსებთან და ადამიანი ეფარებოდეს ტემპერამენტს და თავსაც აჯერებდეს. ანუ ნიღაბს ვირგებდეთ, ვირწმუნებდეთ თავს და რეალურად კომპლექსებთან გქონდეს საქმე და არა ტემპერამენტთან. საქმე რაშია, ყველაფერი ეს არის ჯამური მაჩვენებელი, კომპლექსები. აი ჩვენ რატო ვიბრძვით კომპლექსების წინააღმდეგ? იმიტომ რაღაც აკრძალვები ბავშვობიდან არასწორი აკრძალვები დაუშვათ, ხო? ის მერე აჩენს თავს და მოქმედებს ამ სწორედ ამ მაჩვენებელზე. აი ცნობილია თეორიები, რომელიც მერე მოქმედებს მთელ ცხოვრებაზე, ანუ მიკროსოციუმი ყოველთვის მაკროსოციუმში აი ინდივიდის მოქმედებაზე მოქმედებს. მაგალითად ცნობილია, რომ გაუბედავი ადამიანი და არა სექსუალური კონსტიტუციის ხონებერი გაუბედავი ადამიანი ხო ბიზნესშიც არ არის წარმატებული რატომ იმიტომ რომ ახალი პარტნიორის გაცნობა ვთქვათ მოდი ჩვენ ემოციებზე არ ვლაპარაკობთ სიყვარულზე არ ვლაპარაკობთ სექსუალურ ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ და პარტნიორები ვიხმაროთ სიტყვა ეს ელემენტები გამოვიღოთ აი ემოციური როდესაც იცნობს პოტენციურ პარტნიორს ეს ავანტურა ხო იმიტომ რომ არის ეს რითი დამთავრდება აგრესიული ქმედება როგორც ბიზნეს იდეა დასაწყისში ავანტურა თუ სწორედ არის დათვლილი წარმატებული ბიზნეს იდეაში გადადის და წარმატებულ საქმიანობაში ქალის მიმართაც ვისაც და ეს გადადის სოციუმზე და თუ ქალის მიმართ არ ახარ გამბედავი ბიზნესშიც არ ახარ გამბედავი ხდებით რა ხდება ხშირად იყო ამაზე შრომები და ყველაფერი მე რას ურჩევდი თქვენ მკითხეთ რომ ისაც ესეთი ადამიანი როგორ გიხვდეს რა ვისელაპარაკება მე გითხარით რომ პირველივე გაცნობისელმა საერთოდ გაიცნობს არსებობს ეგეთი სიტყვა რომელიც ასევე პოლიტიკიდან არის დასაწყები ანუ რეპუტაცია რა რეპუტაციის მატრებელი ადამიანი ხმოდი თქვათ რა არის რეპუტაცია სიტყვა რეპუტაცია ეს არის აბსოლუტურად სუბიექტური ნიშნების ნუსხაზე დამყარებული აბსოლუტურად ობიექტური გაცდა. ანუ აი მაგალითისთვის ახლა მოდით ესეთ ელემენტი შემოვიტანოთ მასაკი სექსოლოგიაზე ვლაპარაკობთ. როგორც LGBT საზოგადოება, ხო LGBT საზოგადოება მაგალითად ჰომოსექსუალიზმზე, ხო რეპუტაციაზე ვლაპარაკობთ. ობიექტურად ვის აქვს უფლება ამტკიცოს ვიღაცაზე რომ ის არის გავუშვათ ჰომოსექსუალი მარტო იმას ვიც მონაწილეობდა ხო ჰომოსექსუალურ აქტში სხვა არ არის ხვდებით რა ხდება
მაგრამ ჩვენ ვიცი ძალიან ბევრი ყოველთვის იყო ეს საქართველოში რომ იქნებოდა რეპუტაცია გარკვეული ტიპის გარშემო რომ დაუშვათ არის ჰომოსექსუალი რატომ სუბიექტურ ნიშნებზე დახრდობით გესმით რა ხდება აი ესე გაშუალებულ ნიშნებზე აი სწორედ მამაკაცი რა სექსუალური კონსტიტუციის ბატარებელია ხვდებით აი ეს დამოკიდებულებაზე რა რეპუტაციას ატარებს ანუ რეპუტაცია უძლიერესი ცნება და მე სხვათა შორის აი ხა პატარა ყვა ვისროლოთ ჩვენი პოლიტიკოსების მხარეს რატომ ახლა აგით ვესრულობთ თუ არ ვესრულობთ თანაბრად ვესრულობთ რა ყველას არავის არ ეწევა სამართლიანები რომ აღმოჩნდეთ ხო აი მაგალითად პოლიტიკოსებთან დამისახელეთ ბოლოჯერ პოლიტიკურ გადაცემაში როდის იყო დათქვამი ვიღაცაზე სიტყვა რეპუტაცია არ მახსენდება რაღაც გესმით არა და მთელი მსოფლიო მათი რეპუტაცია არ განირჩევა ბატონო არჩილ და რომელზე უნდა ისაუბრო არა საქმე რაშია მთელი მსოფლიო ყოველთვის ლაპარაკობენ რეპუტაციაზე როდესაც ვიღაცას ირჩევენ მაგალითად ჩეინის რო ირჩევდა რომ იმას ცუდი რეპუტაცია აქვს რატომ ახალგაზრდობაში რეგანის დრო ჩეინის ნიშნავდნენ ახალგაზრდობაში ბარებში რო დადიოდა იქო ლუდისმის დროსო ვიღაც გოგოებს ცდილობდაო გაეცნო გაგეთ რეპუტაციაში ჩავთვალეს რომ აი ესეთი კაცი თითქოს ჩვენთან მოდური არ არის რეპუტაციაზე საუბარი არა ეთქობა ვიღაცას არ აწყობს რეპუტაციაზე საუბარი ყველასაც რაღაც სოდვები და თანაბარწილად ამდენად ვერ საუბრობენ ერთმანეთზე გეტყვით ცით აი როდესაც ბარი-ბარში არის ეს მეორე მხარეს გადავაგდოთ უბრალოდ ერთი ქვით აი ერთი დარტყმით ბილიარდში რო არის ჯერ ერთს მე მეორეს და ორივე უზე ჩავდო მე გამოვშვი 2008-ში პატარა ესეთი ბროშური გასავით რომელსაც ქვია საქართველოს გეორგიას კვანძი მაკედონელის მოლოდინში 2008-ში დასაწყისში ომამდე ანუ პოლიტიკის სექსოლოგიური მოდელირება და იქ შევადარე ორი ჯგუფი გასაგები რო იყოს აი ჩვენ ახლა პოლიტიზირებულია საზოგადოება და უფრო გასაგები რო ყოფილიყო სექსოლოგიურ მოდელზე გავაკეთე აი ეს რეპუტაცია ვის როგორი აქვს და აღმოჩნდა ნახეთ ავიღეთ ორი ჯგუფი ჩვენი პოლიტიკოსების ჯგუფი და ავიღოთ მეორე ჯგუფი ჰომოსექსუალების ჯგუფი ორივე ობიექტურად არის საზოგადოების ნაწილი რა ისტორიულად ვერ გავექცევით არიან ორივე ჯგუფი ფარდობითად მცირეა 2-3% საზოგადოების არც პოლიტიკოსობა და არც ჰომოსექსუალიზმი არ იგრძელება ქართული კანონმდებლობით ხო არ იგრძელება ნახეთ რამდენი მსგავსებაა შემდეგ თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ორივე სართულის სუფთა საქმეს დიდი ნაწილი პოლიტიკაზე როგორ ძახია ბიძურის საქმე ჰომოსექსუალიზმზე ბევრი ესეთ აი ზიზღისა და რომელზედაც უფლებადამცველები ლაპარაკობენ სწორედ ეს არის ხო რომ ეს ბიძური საქმეა შემდეგ შედარებით მცირე რიცხვების მიუხედავად ორივე ხშირად საზოგადოების გამოხატული თუ ფარული შფოთვის და დებათაღელვის საგანს წარმოადგენენ ხო ესეა იმიტომ რომ რაც ამაზე იყო ლაპარაკი კიდე პოლიტიკაზე კიდე რამე სხვა თემა ბოლო ხანებში ჩვენ მას მედიაში გაგიგიათ არა დახე ორივე ჯგუფის წევრებს ახასიათებთ ინდივიდუალობის უმაღლესი ხარისხი ანუ მე ვარ გამორჩეული ინდივიდუალობის განსხვავებული საშუალებები და როგორ წესი არ უყვართ სხვის ირჩევების მოსმენა და რომელ პოლიტიკოს უყვარს მითხარი სხვის რომელ აი რომელ ჰომოსექსუალს უყვარს იმიტომ რომ მათი პოზიციის გათვალისწინებით ეს რჩევა კრიტიკული აღმოჩნდება პარალელებს ვავლებ ხშირად უხდებათ არ თქმა ჭეშმარიტების ბოლომდე ბალავენ პოლიტიკოსებიც ჰომოსექსუალებს ხო ესეა და ხშირად ემოციებსაც ბალავენ და ახლობლებსაც კი ახლობლებისაგან უახლოესი ადამიანებისგანაც კი ბალავენ რეალურ ჭეშმარიტ მდგომარეობას არის და ორივე ნაწილი არის ორივე ჯგუფი არის საზოგადოების ორგანული და განუყოფელი ნაწილი აი რა მინდა რომ თქვა რატო გავატარეთ ესეთ პაოლოგია სამართლიანები რო იყო ჰომოსექსუალების მიმართ ნუ ვეჩხუბებით იმაზე მეც ვიდრე პოლიტიკოსებს ვეჩხუბებით გაიგეთ მე მიხდება ორივე მხარის დაცვა ასე ვთქვათ და აი ეს რეპუტაციის კრიტერიუმი მე იმიტომ გიჩვენეთ რომ აი ეს ბიდუსები მეჩვენები და არ ჰომოსექსუალებს არამედ პოლიტიკოსების აი სექსოლოგია ხშირად იძლევა
დიდი პროცესების შეფასებას. აი თქვენ როგორმე მოიწვიეთ პოლიტიკოსი და უთხრათ თუ არჩილ ბაქრაძემ შემოგითვალა რეპუტაციაზე რატო არ საუბრობ? რო ყოფილიყო რეპუტაციაზე საუბარი ბევრ ოდიოზურ დანიშვნას ადგილი არ ეკნებოდა. რამაც ბევრი ხალხი გააკვირვა რეპუტაციაზე. ამიტომ მოდით მე და თქვენ შევთანხმდეთ, რომ ჩვენი გადაცემიდან ის აი კარგი ასე იგი ვის იყოს გზავნილი როგორც წესია რომ კონსტრუქციული გზავნილი რომ პოლიტიკოს ჩვენ დღევანდელ პოლიტიკოსებს შემოიტანეთ სიტყვა რეპუტაცია და ნებისმიერი ახალი დანიშვნის დროს მისი რეპუტაცია გაგვაცანით. მისი რეპუტაცია გაგვაცანით და თქვენ ჟურნალისტებს გეხებათ ეს სიტყვა რეპუტაცია ახსენეთ. აი რაზეც ჩვენ საუბრობთ დავუშვათ კონსტიტუციების დროს. ყველაზე საინტერესო იცით რა არის? მე უკვე თეორიაში აბსტრაქციაში გადავდივარ. სიტყვა რეპუტაცია როგორც მართლმადიდებლობა გადადის მამიდან შვილზე. ნამდვილად. ოჯახიდან რა თქმა ეცგეთყვით. ძალიან ბევრი გამონათქვამით არსებობს. გქონდებაო და იმ ბიჭის ოჯახსო როგორი რეპუტაცია აქვს ან პირიქით. აბარა, ეხლა ნახეთ, ჩვენ თუ ჩვენი ტრადიციული. აი გოგო კაბოტადებოდა, თქვენ ჩემთვის გოგო. ეს იგი ჩვენ თუ ჩვენი მსმენელი დღეს აი ჩვენი გადაცემით ამ სიტყვას რეპუტაციას დაიმახსოვრებს, უკვე დიდი საქმე გვექნება გაკეთებული ყველასათვის. ეხლა ნახეთ. ბატონო არჩილ, ამაზე ახალი ცალკე გადაცემა უნდა გაგვაკეთებინათ თქვენი მხელა ინფორმაცია. უკვე სიტყვას მოყვა, ნახეთ რა ხდება. გარდა ოჯახებისა, საგნებსაც აქვს თავიანთი რეპუტაცია. აი დაუკვირდით. ხიზილალიანი, შავ ხიზილალიანი ბუტერბროდის რა რეპუტაცია აქვს მითხარით. დასარავი. ეს რეპუტაცია აქვს, რომ ყოველთვის ვარდება ხიზილალით იატაკზე. ესე ცნობილია. თუ არ ვარდება. ვარდება. ისევე როგორც თვითფრიდავებს. რეპუტაცია თხანდისხან ვარდებიან. სწორი ვარ? აი ესეთი იმ წამს აი ცოტა საფიფათო. ხო, არასასიამოვნო, მაგრამ ხდება. ხო, ჩვენ ხوارება მაგრამ საჭირო. არა, შედარება რომ ანუ არსებობს ეგეთი რაღაცეები, შედარებითი კრიტერიუმები, ანუ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შედარებით რეპუტაციებზე და შებარებით კრიტერიუმებზე. ანუ არა ისე რომ ეს კაცი ცუდი, არამედ აი ორში რომელს აქვს უფრო მისაღები რეპუტაცია, როგორც ქალიშვილი გათხოვების. გამორიცხვის მეთოდით რო ვიმსჯელოთ, ხო? მეც გეტყვით. აი მაგალითად, ავიღოთ საქართველოს დროშა. დიახ. ხუჯური რასაც ეძახიან. რა რეპუტაცია აქვს, იცით? ამ გამოსახულებას აქვს ერთადერთი რეპუტაცია. სხვაშორის პრეზიდენტის ვებგვერდზეც ეწერა ფრანსუა დე ბუალოდი ავტორი კათოლიკე რაიდი იერუსალიმის პირველი სახელმწიფოს იმის იმაზე გამოჩნდა. ეს არის იერუსალიმის ჯვარი. დღეს აღარ დავიწყებ გარკვევას რომ საიდან მოხდა ჩვენ დროშაზე, მაგრამ ფაქტია რომ მთელი მსოფლიოში მას აქვს რეპუტაცია როგორც ჯვაროსნების დროშას. და უკვე ისმება მართლმადიდებლური ეკლესიის რეპუტაცია როგორია, თუ კი მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღეს შევდივართ და ვხედავთ ჯვაროსნულ სიმბოლიკას. კითხვა ისმის. იმიტომ თელმა მსოფლიო მიცის როგორც ჯვაროსნების დროშა, როგორც აი იერუსალიმის ჯვარი და დღესაც მუშაობს. ანუ როგორც კი swam თქვენ რეპუტაციის საკითხს, ეს სიტყვა იწყებს ჩვენი საზოგადოების დალაგებას. აი ამიტომ მოვიდი მე თქვენთან რომ მე ვხედავ თქვენ გინდათ რომ დალაგდეს ცოტა შეესაბამოს ერთმანეთს და კითხვები დაკლები გაჩნდეს, სწორი ვარ? აი ეს ზამოგულა ძალიან კარგი. აი ამიტომ ეს სიტყვას ჩუქნით ასე ვთქვათ, რომ ეს სიტყვა სადაც კი შესაძლებელია ყველგან, ანუ საგნებზეც, ადამიანებზეც და ქცევაზეც. როგორ იქცევა მგელი, როდესაც შერია, ხო? ესეც რეპუტაცია რა. აი როცა ცოლი უყვდება, რომელიც ძალიან ერთგულია. იცით რა არის, ნახეთ რა ხდება, ხო, მართალი ხარ. და ეხლა ლობებზე წავიკითხე, ყვებავდე თავიანთ იმას დაჭერილობს და უშო თელი პრაიტი ყვება. ბატონო არჩილ, მამაკაცების რეპუტაციაზე მესაუბრეთ ჩვენ საზოგადოებაში. აი ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. ძალიან ბანალური და ესეთი ცუდი გამოთქმა გვაქვს, ყველა კაცი ერთნაირია. არა. საით ეს რეპუტაცია გამოთქმა თქვენ მიკერძოებული შეფასებელი ხართ. მოდით მიუკერძოებელი შეფასებელი. აი ეს გითხარით რომ ბანალური და ცუდი ფრაზა გვაქვს, თქო რატო ამიკერძოება? მე მომწონს ესეთი, მაგრამ მაინც ქართველი ქალბატონი ხარ, ქართულ მამაკაცზე ლაპარაკობ და ბუნებრივია, რომელიღაც ქართულ მამაკაცებს დატოვებული აქვს
თქვენ და ლამას კალბატონზე რაღაცა მაგრამ მოდით ავიღოთ ეს რაც გაიჟღერა ტელევიზორში უცხო ტობელის მიერ დათქვამი კლასიკური სიტყვებია ეს ვერა ბრეჟნევა თუ ვიღაცა მათ პოპულარული რუსი Вот настоящий грузин. Ай მითხარით რას ნიშნავს ეს რეპუტაცია? Настоящий грузин. იცით რას ნიშნავს? ეს უცხოელებისთვის, ქართველი ქალებისთვის სექსუალურ ორიენტაციას ნიშნავს ეს настоящий грузин. სხვათა შორის აქაც საინტერესოა. ავიღოთ ნუ რუსები რო გიждდებოდნენ ქართულ მამაკაცებზე ეს ძალიან ცნობილი ფაქტია. და ბარტორუსები და თქვენ იცით რომ ბებისმიერ ჩვენ გარშემო ქვეყნებში ყოველთვის უდოდათ ქართული გედი. და მოხდა კიდევაც ეს. გედი ხო და ბაბაკაცები კიდევ მეუბრებად ხოლმე ზაფასობდნენ. მე სხვათა შორის იცით აი ისე პოლიტიკას შეიძლება პატარა ქვამსროლთ ადრინდელი მთავრობისთვის რა არ მომწონდა რომ გაუფასურდა აი ბოლო 9 წლის განმავლობაში გაუფასურდა ყველაზე ძვირი რაც ქონია ქართველებს ქართველი მეუბარი ყოველთვის პასობდა ნიკოლოზიც კი კიდევდა თავის შინბედლებს ოღონდ მეუბრებს ბაბლუქები და ვინც არ გიტყვით პოლონეთის გმირები ეგვიპტეში მიყავდა ქართველი ხალი ყოველთვის პასობდა როგორც გედის მატარებელი იმიტომ რომ არ იყო შახი რომ ბებია დედა ქართველი არ ყოლოდა ყოველთვის უსაყვარლეს სოლებად ხდებოდნენ იქ სადაც ხდებოდნენ და ხდებით აი ამის გაუფასურება მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართველი ბეძავებიც კი გაუფასურდნენ დაეციათ ფასები აი ბოლო 2 წელი მე რა მომწონს ისევ აღდგენა ხდება უკვე ამხადეთში ჩვენ ჯარისკაცებს ემატებათ ხელფასი და დელდელა გაუსწორდებიან იმიტომ რომ უფრო მეტ შევებიან ვიდრე ამერიკული კონტინგენტის ისა ქართული აი ბანდილოსნების მიმართ დამოკიდებულება იცვლება ეს ძალიან ბევრი მომენტ ძალიან ბევრს ნიშნავს ხოთი ჩვენვე გავიფუჭეთ რეპუტაცია იმიტომ რომ რომელ ქვეყანაშიც არ ჩავიდა ქართველი ყველგან მოიპარა ყველგან ძალიან სუფი საქმეები აკეთა აქ არიხავი კარგად აი აქ რო უკეთესდება დელდელა ბოლო 2 წელი ასე ვთქვათ უკეთესდება აბსოლუტურად იმიტომ რომ აი მე ქართულად არ მახსოვს ეს მაგრამ ნუ რუსულად ვიცი ციტატა პაპატეთ ნიხლება მიძინებს სიჩილავეკ ჯერ განცდა უკეთესია განცდა უფრო დაწყნარებულია უფრო არის შეცდომი ყველაფერი მაგრამ განცდა ის აგზების და შიშის განცდა გადასულია ეს ჩემი ღმერთვით მაგრამ არ მინდა ჩემი პოლიტიკური ასე ვთქვათ სიმპათიები ვიღაცას მოვახვიო აბა შევეშოთ მე მგონი უკეთესდება ყოველ შემთხვევაში აი ბერაც გითხარით თაბორი მაჩვენებლით რაც ახალი მთავრობაა ყველაფერზე ქართულზე ფასის აწევა დაიწყო და სხვათა შორის ამასო კლიენტებით სექსოლოგიურ კლინიკა ლიგაში იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება ადრე კაცი მოდიოდა არ ქონდა შესაძლებლობა და მიდიოდა აი რო აი ესე და ფასდაკლებები და რაღაც მაქსიმალურად თუ არ გაგვესტუმრა უკან დღეს დავუშვათ რომ მოდია პრაქტიკულად არ არის ლაპარაკი რომ ფასდაწევაზე რაღაცებს რომ ყველას ეს და გაბრალდა პაციენტი რატო ვიცით როგორც კი პერსპექტივა უკეთესდება პირველი რაზედაც მამაკაცი ხარჯავს ფულს კალი და კალთა დაკავშირებული მოლეს პირველია თუმცა მანქანებზე ძალიან ბევრი ხარჯავენ კალისთვის უნდა დამიჯერეთ იმიტომ რომ პირველი რაზედაც ხდება ეკონომია კალზე საყვარელზე ცოლზე ნუ ეს არის სათამაშოები რომლებიც მამაკაცებს ძალიან უყვართ ზოგადად მანქანა კალი ალკოჰოლი თამბაქო რაზეც ვერ იტყვიან ხო და ამას გეუბნებით რომ ეხლა ისევ ბატულობს ეს ყველაფერი კარგი ნიშანია კარგი ნიშანია მე ასე მგონია რომ თბილისში იმდენი მანქანა და იმდენი კარგი მანქანა და ძვირადღირებული მანქანა ანუ აქედან გამომდინარე ცხოვრების დონემ ცოტა აიწია და არა მარტო მამაკაცები დადენენ კარგი მანქანები ქალბატონებიც დადიან იმდენი რამდენიც საჭიროა რატო ვიცით ეხლა ისიც არ ძალიან ბევრი მანქანაა არა გერაცვა ჯერ ყველა დახვარი მანქანა მეორე საკითხეთ დაყიდი და არც რესტორანი რო იძახია რამდენი რესტორანია საქმე რაშია რესტორანი მაშინ იქნება ბევრი როისაც სახში გაკეთებაზე უფრო იაფი დაგიჯდება რესტორანში წახვიდე და სახში გაკეთება ფუფუდება იქნება დღეს ჯერ ეს კონდიცია არ არის მაგრამ მიმართულება მიდის
ასე რომ ეს პოლიტიკას ასე ვთქვათ მოვაყობარეთ როგორ გასაგებია. მოდით ახლა სარეკლამო ჭრის დროა რომელზეც უარს ვერ ვიტყვით და ცოტა ხანი შევასვენოთ ჩვენი მსმენელი და ჩვენ შევისვენოთ დროებით. ეკატერინე უნდა აღნიშნო ვის უშვებ და რატომ უშვებ რეკლამის შემდეგ. სარეკლამო პაუზის შემდეგ ბატონი არჩილის პატივსაცემად აუცილებლად ეტა ჯეიმსი უნდა გავუშვათ. გვახსოვს ბატონო არჩილ ჩვენ ესეც გვახსოვს ასე რომ ეტა ჯეიმსი ასე რომ ეტა ჯეიმსი სარეკლამო ჭრის შემდეგ დროებით. კлау დაგიბრუნდით რადიო მედეფემის ეთერშია გადაცემა ცოლ-ქრული ფილოსოფია ეკატერინესა და სოფიასთან ერთად დავბრუნდით ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმართან ბატონი არჩილ ბაქრაძეა ჩვენი სტუმარი გამარჯვოთ საუბარი ძალიან საინტერესო საუბარი გავუწყვეტეთ თუმცა გამარჯობა ბატონო არჩილ მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით ბანოთ რომ დაპატიჟეთ და დავუბრუნდეთ ჩვენს თემას ტემპერამენტზე საუბრობთ და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ასეთი კითხვა მიჩნდება რა კომპლექსები აწუხებს საზოგადოებას რომლითაც ტემპერამენტს ამოფარებული კომპლექსები რომელსაც შემდეგ სექსუალურ შეუთავსებლობამდე მივყავართ და ეს ადამიანები საბოლოო ჯამში თქვენამდე მოყავს ამ პრობლემას იცით რა ხდება აი ეს კომპლექსების ძირი როგორც წესი არის ბავშვობაში კომპლექსები ბავშვობაში ყალიბდება ქვეცნობიერში და ამაზე ბევრი თქვა ხო რომ ეს არის არასწორი უბრალოდ არასწორი კი არის სექსუალური სქესობრივი აღზრდის დეფიციტის შედეგი და აქედან მოდის მთელი ეს პოლემიკა მასმედიაში სქესობრივი აღზრდა საჭიროა თუ არა არ იქნებოდა საჭირო შეიძლება იყოს რაიმე ტრავმის მიზეზი აი ეს კომპლექსები იცით რა ტრავმა შეიძლება იყოს რა აი დაახოს ახლა ბავშვობაში პორნოგრაფია რომელიც ისეთი რაკურსით იქნება გადაღებული ახლა მოგეხსენებათ ახლოდან კამერა ცulis ხო ზომებს და ბავშვმა სხვისი გენიტალიები რაკოს რაღაც ვებერთელა და მე თავისას შეადაროს და მთელი ცხოვრება ყოფილა შემთხვევები რომ ჩაჩებიათ აზრი რომ ის იმდენად მცირე გენიტალიების ზომები აქვს რომ არა აქვს უფლება რომ გაშიშულდეს ასეთებით ხდება რამდენიც გინდათ ხდებით გაშიშულდეს ქალის გვერდით და ჩაყურსულად და შემდეგ ამას ნუ აი წარე წითელი ხაზის ხელი დაუტყვია მთელი ცხოვრებისთვის ადამიანებისთვის ესეთები მოდიან ზოგჯერ გონია წარმატებული და რაც ყველაფერი და ამ დროს ასე ვთქვათ, პანიკაში ვტო რომ იცით რა არის, სხვა კომპლექსებიც არის, აი სექსუალურთა მისვლა, ასე ვთქვათ, პრობლემატურია. აი მოდით 100% პოპულაცია მამაკაცების ავიღოთ, თუმცა ქალებზეც ბევრია სალაპარაკო, რომ კაცები ავიღოთ. ჯიგრიგობით მიუყვეთ. ხშირად მეკითხებიან, რომ აი თქვენ ახლა შესვენების დროს შემეკითხეთ, რომ მოდიან თუ აი რამდენი მოდის. რა კატეგორია? ხო, რა კატეგორია, ხო, ნახეთ რა ხდება. ჯობი არ დაელევა ეს ლიგის დევიზია ჩვენი კლინიკის, ხო? ანუ ნებისმიერი მამაკაცი შეიძლება უკეთესი გახდეს, ვიდრე არის. ხდებით ეს ადრევანდელ საშუალება არსად ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე. აქედან გამომდინარე, თქვენ შეიძლება იგულისხმოთ სამართლად, რომ 100% შეიძლება ასე თქვა მოვიდეს, იმიტომ რომ დაკარგვით. მაგრამ მოდით ავიღოთ ესე ნახევარი, თქვათ, განიცდის გრძნობს, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. 10% ცოტა გაცილებით მეტია. რამდენი მოდის? ეს კი მოდის 15% იცოდეთ. 85 არ მოდის. ხვდებით? და ვინც მოდის ბატონო არჩილს, რა სახის პრობლემებია ძირითადად და აი ეს რომ განსაზღვროთ ტემპერამენტები ჯერ გავარკვიოთ ვინ არ მოდის. საქმეში არსებობს ორი ტიპის მამაკაცი, ხო? ვიღაცას წხვედია ქალის, არ წხვედია ექიმის, ვიღაცას წხვედია ექიმის, არ წხვედია ქალის. აი წარმოიდგინეთ უმრავლესობას წხვედია ექიმთან მისვლის და არ წხვედია ქალის. ანუ გესმით თავის იმიჯის შელახვას მარტო ექიმთან თანდასწრებით იმაზეც კი არ მიდის სიგზერმეტი ალაპარაკი რომ სუფრაზე ბაკი მუქობს და თავის თავს წარადგენს და დე ფაქტოდ ასე ვთქვათ და ეს ხდება სწორედ ღალატის და ასე ვთქვათ აი ესეთი არალეგალური ქალის მხრიდან არალეგალური ქცევის საფუძველი თუ უთან ხდება დავუშვათ მამაკაცს რომ კაი შეაფერშეგილებ მომენტ საშუალება და ეგეთი რამე ასობს 15% უფრო მომართულია, ანუ ესმით რომ ქალთა შერწყმას ექიმთან შერწყმა არ არის არადარი და მოდიან ეს 15% მამაკაცი მოდის. მხოლოდ ხვდებით აი ესეთი ვარიანტი.
და ღებულობენ კიდევაც ამ შესაბამის ადეკვატურებას. ეხლა ქალებს რა შეეხებათ? ქალები ადრე საერთოდ არ მოდიოდნენ, 1001. მაგრამ დღეს აი ბოლო 20 წელი, როდესაც ქალის სოციალური როლი უფრო აქტიური გახდა, რაც თავარი ეკონომიურად გაძლიერდნენ, ან თავიანთი ქმრებისაგან, ან დაუშვა თვითონ თავის თავად, შესაბამისად გაჩნდა პრეტენზიები არა მარტო ეკონომიური, არამედ სოციალური, მათ შორის სექსუალურიც, რომ მე აღარა მაქვს ვალდებულება, რომ თეატრი დავდგა დაუშვათ საყვარლის წინაშე, იმიტომ მე ვღებულობ იმ სიამოვნებას, ანუ ორგაზმზე ალაპარაკი, ანუ დაკმაყოფილებას, რომ მე მაქვს უფლება მოვითხოვ ჭეშმარიტად მივიღო ის და ესეთი ქალები დელდელა ბატონობს და მოდიან. ზოგადად ვის უფრო პრობლემა აქვს ქართულ ქალებს თუ მამაკაცებს? იცით რა ხდება? ქართული მამაკაცი უფრო ჩანს. არა, რა თქმა უნდა, მამაკაცებს ყველას აქვს პრობლემა. ქალებს 12% მარტო, ანუ ლაპარაკია აი ვაგინიზმზე. გაიგიათ ეგეთი რამე, როდესაც ქალს არ შეუძლია მოახდინოს სქესობრივი აქტი უბრალოდ. ეს არის ესეთი დაავადება, ვაგინიზმი და იძულებულია მოვიდეს. რატო? იმიტომ რომ ვერ თხოვდება უბრალოდ, თუ გათხოვდება ვეღარ პრობლემები აქვს უკლეთ მეუღლესთან. პრობლემები ეს არ არის ლაპარაკი, სქესობრივ აქტს ვერ ამყარებს უბრალოდ ქალი და იქ იძულებულია, თორემ ისეთი პრობლემები როგორც აი ქალთა სიცივე დაუშვათ, ფრიგიდობა, გიპოლიპიდემია და ასე თუ როცა ტოლვა დაქვეთებული. ამის გამო იცით ქალი ლახავს, ბევრი ლახავს ამას და არ უნდა ბარა მოვალეობას ასრულებს ასე ვთქვათ. აი ფლეგმა ქალებზე ბევრი სმენია, მაგრამ მამაკაცები თუ არსებობენ ფლეგმები? რა თქმა უნდა, რამდენიც კიდე ყველადარი ტიპაჟი არსებობს. როდესაც ორი ესეთი ერთმანეთს ხდება, მაშინ იდილია. ხო, მაშინ იდილია გადატანა ხდება რაღაცეების. სხვათა შორის იცით, არსებობს კიდევ მექანიკური წმინდა მექანიკური ელემენტები, რომლებსაც აქვს მნიშვნელობა, აი მაგალითად ჩუჩას. აი თქვენ იცით, რომ არსებობს ზოგიერთ რელიგიაში ჩუჩას აჭრიან, ანუ წინადაცვეთა, ხო. ეხლა ნახეთ, რა ხდება ამით სექსოლოგიური თვალსაზრისით, იცით? ერთი განსხვავება, ანუ ის ვისაც აქვს შინახული, შეუძლია მასტურბაცია. ვისაც არ აქვს, იმისთვის მასტურბაცია პრობლემატური მოვლენაა და როგორც წესი არ მასტურბირებს. ანუ 12-14 წლიდან ამის გარეშე მიდის. აი აქ თუ ფროიდისეულ მიდგომას გავიხსენებთ, რომ ორთქლის მანქანა სექსუალური ენერგია გროვდება და ის უნდა გამოუშვა, მასტურბაციის ფენომენი არის სწორედ აი ესეთი, რომ უნდა გავიდეს სექსუალური ენერგია. ენერგეტიკული ხარჯვის როდესაც ვერ გადის, მაშინ ხდება რა? ტრანსფორმაცია, სუბლიმაცია, ეგრეთ წოდებული სხვა სახის ენერგეტიკად. ეხლა მე არ მინდა მაგალითები პოლიტიკური, მაგრამ ბევრი ადამიანი შეგიძლია წამოისაც ტელევიზორებში გვინახია, რომ დაუშვათ იარაღის როლის მაგალითად აგრესიად გარდაიქმნება. ხო. არიან ქვეყნები, რომლებიც სწორედ აი ეს აგრესია გროვდება და აი და აგრესია არა მარტო სამხედრო აგრესია, ფინანსური აგრესიაც. როდესაც ანუ ხდება სხვა მიზანი ჩნდება და აი ქალის მომენტი გადმოდის ოდნავ უკან, ამიტომაც მრავალწოლიანობა, ამიტომაც გარიგებითი ქორწინებები უფრო მეტ შემთხვევაში, როდესაც საჭიროებს ფინანსური კლანური ინტერესები და ეს ყველაფერი ფორმალობა საბოლოო ჯამში, ხო? ამაზე ძალიან ბევრი მსჯელობაა სხვათა შორის, მაგრამ მე არ მინდა აქ სიღრმეში შევიდე და შევდო, უბრალოდ აი ნიუანსების სახით, რომ როგორც მოქმედი ფაქტორები. იცით რა არის, ყველაფერში შედარებითი კრიტერიუმებია. ძალიან ძნელია მტკიცებითი. აი მაგალითად, რამდენია გარეცვეთით ამერიკელი, იცით? აი რამდენი კაცია ამერიკაში, რამდენი დადის გარეცვეთით? ვიცით ხო იცი. დაახლოებით 72%-ამდე მამაკაცი გარეცვეთით. რატომ იცით? იმიტომ რომ თავის დროზე გაკეთა რომ მშობიარობის ფასში შევიდა ავტომატური გარეცვეთა, როგორც აი ჰიგიენის გამომდიდარე. მაშინ როდესაც მე-20 საუკუნის შუარიცხვებიდან უკვე ჰიგიენა არანაირ როლს არ თამაშობს გარეცვეთაში. ხვდებით? საფრანგეთში რამდენია იცით? ალბათ მაგდენია. 1%-ის 2/10. უიდრე მოსახლეობაზე გელაპარაკებით. კათოლიკური ქვეყანა, ესპანეთიც იგივე. ხვდებით რა ხდება? რელიგიური ფაქტორი. რა თქმა უნდა, მაგრამ რელიგიაში სხვადასხვანაირი აი შეფასებები. საერთოდ აი როგორმე მიუძღვედით სექსუალობას და ხელოვნებას, სექსუალობას და აი ესეთ საკითხები უფრო განიხილეთ, ვიდრე
ბატონო არჩილ ეკატერინა მკითხათ ფლეგმა ქალბატონებსა და მამაკაცებზე ნიმფომანებზე რას გვეტყვით ანუ მეორე მხარეზე რომ ვისაუბროთ თუ პრობლემას განვიხილავთ მაშინ ორი მხრიდან ხო იცით რა ხდება ეს რეალურად თქვენ ოდიოზურ შეგეთ ბევრი ნიმფომანკა შეხვედრიათ ბევრი ნიმფომანკა შეხვედრიათ ესე ჩვენთან ხალხს არ გამოუმჟღავნებია ნიმფომანიის შესახებ მაგრამ ხომ არსებობენ სტატისტიკა იცით რა არის რატომ აი ჩვენ ბანალურ აი ხალ რადიოთი მიდის მანქანით კაცი ჩართავს რადიოს და ნიმფომანიაზე რა ასე წელი არ აინტერესებს ნიმფომანია ეს უფრო ფსიქიკური აშლილობაა ნიმფომანია ეს აშლილობა და უფრო ფსიქოლოგია როდესაც დაკმაყოფილება სატისფაქცია არ მიიღწევა და სულ გასულ ეს უფრო ფსიქიური მომენტი არის გესმით იმიტომ რომ დანარჩენი სექსუალური სხვა რამეზე ვილაპარაკოთ ისე უფრო გასაგებზე აი ორმაგ მორალზე ვილაპარაკოთ მოდით ესე გავაკეთოთ ისევ რომ დაუბრუნდეთ სიძულვილისენას რა LGBT-ლებთან დაკავშირებით ნახეთ არსებობს ქალთა გომოსექსუალიზმი და ბაბაკაცთა გომოსექსუალიზმი ხო აი ხა თქვენ შეგეკითხებით თანაბრად თუ ყურებთ ორივეს თუ რომელიმე უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის უფრო მისაღები ქალთა თუ მამაკაცთა ხო გეკითხებით რა ვიცი ამ შემთხვევაში ორივე რა შემთხვევაში აი ჩვენი საუბრის შემთხვევაში მე არ ვიძახი რომ აი უფლება დამცველები აქ არ გვიზიან არა ჩვენი აი ესეთი პატარა საუბრის შემთხვევაში მითხარით რომელია უფრო მისაღები მე გეტყვით ჩემთვის რომელია უფრო მისაღები ვერ გეტყვით რომელია მამაკაცებს უფრო ეპატიებათ ხოლმე ასეთი რაღაცეები გომოსექსუალიზმი რასა აი დახე სოფო რაზე რასი ძახი სოფო მეჩეშადავა ჩემთვის თანაბრად მიუღებელი აბა მაშინ მე შეგეკითხები ესეთ რამეს საზოგადოების დაჯმახალის აღმოსავლეთ ფასადზე შივას რამდენიმე ძოლი ერთად რო არის გამოსახულდა ხელოვნების ნიმუშად რო არის აკმული ის გომოსექსუალიზმია ქალთა გომოსექსუალიზმია ორი ქალი და ერთი მამაკაცის საწოლში ქალთა გომოსექსუალიზმი არის ესა ვერ გეტყვი არ ვიცი აი ნახეთ როგორი თარგმნება LGBT რას ნიშნავს იცი ბისექსუალს ესეც არის არჩილ ვერ ვიტყვით იქ აბაშია მთელი საქმე ნახეთ თქვენ რო დახოთ ძველი ჩინური აბას ვიძახი თქვენ რო დახოთ ძველი ჩინური ძველი ინდური ძველი აი ფრესკები ანუ ფრესკით ქანდაკებით ხომ ვერ გავიგებ არა გავიგებ სწორედ რო გადახოთ შეისწავლოთ კარგად აი მხატვარმა ფილოსოფიის ესთეტიკური ფილოსოფიის დოქტორმა ესეთი ლადო ასათიანი არსებობს წაგვიკითხა ლიგას თხოვდი წაგვიკითხა ლექციების ციკლი თემაზე ეროტიკა ხელოვნებაში ხო თქვენ დახავთ რომ ძალიან ბევრ ადგილას არის ერთ მამაკაცთან რამდენიმე ქალის ფენომენი ეს ისტორიულ კულტურალურად ჩვენში უფრო ზის რატომ არის რომ ქალი იმას არ ხო გაპროტესტებთ აი ხო არა პროტესტებ და რატომ არის რომ ხშირად აი სადღაც პოდიუმებზე გამოსვლების დროს ქალები საკმაოდ ეროტიულ და ეს ეროტიკაში გადის და მაღალ ესთეტიკურ ეროტიკაში სხვათა შორის ზოგიერთი ნიმუში ბრწყინვალე არის ეროტიული თვალსაზრისით და მამაკაცებში აი ძვებმა კლიჩკოებმა რო გადაიღეს ეს სერია იყო ეს ამბავი უკვე ესეთი მიიღო მამაკაცებში რატომ იმიტომ ისტორიულ კულტურალურად ქალთა გომოსექსუალიზმი უფრო ახლოს არის ჩვენ სიტუაციებთან იმიტომ იგივე მრავალწლიან კულტურებში ხშირად არის ავთქვათ ერთდროული მონაწილეობა და ეს არ აღიქვებოდა როგორც ორგია ეს აღიქვებოდა როგორც უფლება იმ ადამიანის ზაირში ვთქვათ რომელიც მონაწილეობდა და მარტო აფრიკის ზოგიერთ ტომებში იყო რომ ერთი ქალი და რამდენიმე კაცი ისტორიულად ისიც რატომ სიმშილის გამო საჭმელი არ ქონდათ რომ ორი რძლისთვის ეკებათ და აი ონადის ისტორია სწორედ ეგ არის რომ რამდენიმე ძმა იყო ერთს მოყავდა ცოლი ის რო კვდებოდა მეორეს უნდა მოეყვანა ცოლად და ასე შემდეგ ეს მიმოიცო ამიტომაც მამაკაცთა გომოსექსუალიზმი თავის დროზე ცეკას ხდობა რომ გამართეს აი სკოლა საბალეტო სკოლასთან დაკავშირებით ახლა არ მინდა ეს მთელი ამბავი რო იყო ამიტომაც ესეთი გამოხმაურება ყოველთვის მამაკაცთა გომოსექსუალიზმია თორე ქალთა გომოსექსუალიზმი
ერთმანეთთან რო არის ეს იგივეა. ისეთ პროტესტს არ იწევს როგორც აბაში არტელი საინტერესო ის არის რომ ჩვენ ძალიან დიდი და მრავალფეროვანი და ძალიან ისეთი ისტორია გვაქვს ქართველებს. და ჩვენს ისტორიაში ძალიან ცნობილია წაწლობის ფენომენი. წაწლობა, რომელიც არის ცოტა ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ერთ-ერთ გადაცემაში. მე გეტყვით რაც არის წაწლობა, ჩემი აზრით, სუბიექტური აზრით და ყველა ბაპატიოს. მე მგონი ეს არის ერთფეროვან ცხოვრებაში ძლიერი ემოციური გამის ხელოვნურად შემოტანის ელემენტი. იმიტომ რომ უბედურებები იწყებოდა, ეჩვეობდნენ ერთმანეთს, განცდები იწყებოდა, ერთმანეთი უყვარდებოდათ, შემდეგ და აი ეს იყო რომ იქ თემში ნუ არ იყო გასართობი. მე მგონი რომ ეს გართობა იყო უბრალოდ აი ესეთი აი იცით იმიტომ რომ დოლზე ფონზე იქმნებოდა ძლიერი ემოციური ურთიერთმედეგობის ანუ ურთიერთდაწინააღმდეგობის რაღაცა ეს რომელიც ხანდახან აფეთქებით თავდებოდა. ბატონო მაშინ ეს კონსტიტუცია იყო ასევე და თუ დღევანდელობას დავუკავშირებთ დღევანდელ პრინციპებს რომელსაც მორალურ პრინციპებად ვკარნახობენ და სტანდარტებს და სტერეოტიპებს რომელსაც დღემდე ვექვემდებარებით და დავუკავშირდებთ იმ წესებს, რომელსაც წაწლობა ექვემდებარებოდა. რამდენად აქვთ უფლება, რომ გამოიყენონ ფრაზები, ეს ახალი თაობა და ასე შემდეგ, ცნობილი ფრაზებია, იცით ეს სტერეოტიპები? მე გეტყვით, მე ვარ მძიმე სექსოპათოლოგი, ეს რას ნიშნავს, იცით? ეს ნიშნავს, რომ მე იმათ ვეხმარები 30 წელი, ვისაც უნდა, მაგრამ არ შეუძლია. ის ხალხი, ვისაც შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ რაღაცა აკრძალვების და მიზეზების გამო ის სექსისტებისთვის დამითმია და მე გომოსექსუალებსაც ვეხმარებ, მაგრამ მაშინ, როდესაც უნდა რომ გადახორცოს და არ გამოსდეს. მე აი ესეთ საკითხებზე მე ვერ მოგცემთ, არც მინდა რომ ჩავერთო და დაწვრილებით გე. ჩემი აზრი ზოგადად წაწლობას გითხარით. ეხლა მსგავს რამეზე პეტინგი ერქვა 50 წლებში, ხო? შემოიღეს ეს სექსი ჭიპამდე ასე ვთქვათ რომ როდესაც ახლა საზღვარგარეთ არავინ არ თქვა ჯერთი ყველას ვთხოვ როდესაც ლაპარაკობენ ამ ინსტიტუტებზე თქვა არა ქალიშვილობის ინსტიტუტი არამედ ქალწულობის ინსტიტუტი რაც სავსებით სამართლად ბატონმა ლევან ღვიჯილიამ თავის დროზე ერთ-ერთ გადაცემაში ბრძანა იმედის არგზე ქალწულებზე ლაპარაკი და არა ქალიშვილებზე ხო ქალიშვილი შეიძლება 80 წლის იყოს და 60 წლის ხო და ისიც ვისაც საქალწულო აპკი შედახული აქვს ასე ვთქვათ არ დაუზია და ეგეთი უამრავია და მარტო მშობიარობისას კარგავს იმ ქალწულებზე ანუ საზღვარგარეთ არის ბევრი ისეთი რეგიონი, სადაც სოციუმი უпростоერთ. რეგიონი კი არა, სოციუმი. გარკვეულ სოციუმებში ინახება აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ეს ელემენტი. იგიდა იტალიაში, სამხრეთში და გიდა ხო და აი ამიტომ ეს პეტინგი იყო გამოსავალი, ასე ვთქვათ, რომ ინახებოდა ფორმალურად. ყოველ შემთხვევაში მე და თქვენ ხო ვიცით რომ საქალწულო აპკი და ქალწულობა არანაირ გარანტიას არ იძლევა არც მხარი ოჯახის არც არ ღალატის არც არაფრის ხო ესეა მაგრამ იცით ერთიც უნდა ითქვას აი თუ ბაბაკაცი 14 წლის ასაკში სწავლობს 12 წლის ასაკში მასტურბაცია ხო და ფაქტურად თავიდანვე მზად არის სქესობრივი ცხოვრებისთვის და აი როგორც ღმერთმა აჩუქა ასე ვთქვათ ბავშვობაში ისე 70 წლამდე ასე ვთქვათ იგივე განცდა აქვს დაკმაყოფილების დროს სატისფაქციის დროს ასე და ქალი სხვადასხვანაირად არის ქალი არის კოკორი ყოველთვის რომელიც უნდა გადაიქცეს ვარდად და აი ის ვისი ხელით უნდა გადაიქცეს ვარდად ხდებით ვინც უნდა ბორწყას ვინც უნდა ჩარგოს ვინც უნდა მოეფეროს ტემპერატურული რეჟიმის შექმნას ამაზე ძალიან ბევრი და ამიტომ ცოდოები ხართ როდესაც მასურად თუ თქვენს გარშემო მამაკაცების დაბალი სექსუალური კულტურის ხდებით აი ამ მომენტში საქალწულო აპკი თვითონ ქალისთვის ეს არის რაღაცის პირველი განცდის, პირველი, ანუ აი ეს ლირიული მხარე თლათ რომ გავადოლოთ. არ იქნება სწორე. ამიტომ მე ყველა ქალწულს მიმართავ რომ კი ეს არაფრის გარანტია, მაგრამ უბრალოდ ესე ხურდასავით ნუ მოისროლებთ და ეცადეთ რომ ღირსეული იყოს, თუნდაც თქვენ არ ამყარებდეთ მასზე მთელი ცხოვრებისა.
ღირსეული ადამიანი იყოს, რომ მე არ გეწყინოთ, რომ აი რატომ თქვენი პირველი ასე თქვათ ელემენტი ქალწულის აჩუქეთ ესე მოდით ერთი ჭრის დროა კიდევ ერთი მუსიკალური კი არ და სარეკლამო ჭრის დროა ჩვენს ეთერში რომელსაც ვერ გადავახტებით ისევ და ისევ უნდა შევწყვიტოთ საუბარი ესე იგი ვიღაცა მომკლა რეგვით დაგიბრუნდით კიდევ ერთხელ დღემშვიდობის სრულიად საქართველოს 103 უსმენთ მედეფემია თქვენს რადიო მიმღებზე მომართული ეკატერინა და სოფია არიან თქვენი მასპინძლები როგორც ყოველ შაბათს და ცოლქმრული ფილოსოფია ეკატერინა მოგესალმები და ჩვენი სტუმარი წარადგინე გამარჯობა სოფია მივესალმები ჩვენს მსმენელს კლავ და კლავ ჩვენი სტუმარია ბატონი არჩილ ბაქრაძე სექსოლოგთა ლიგის დამფუძნებელი და დირექტორი კლინიკა ლიგის კლინიკა ლიგის დირექტორი მაპატიეთ რომ შემეშალა თუმცა მაინც ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ისი დირექტორი ხართ და დამფუძნებელი მოკლედ ძალიან საინტერესოდ საუბრობდით და ვისაუბრეთ ფაქტურად 1 საათი მე ყველაფერზე სექსოლოგიის გარდა მოდით რეზიუმე გავაკეთოთ ახლა და დავასრულოთ სავით რეზიუმეს მე ესეც ვაკეთებ თქვენი გადაცემა არის ძალიან საჭირო იმიტომ რომ ცოლქმრული ჰარმონია და დისჰარმონია ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის კარგედაც უნდა მიხვდეს ნებისმიერი წყვილი. აქ თამაშობს როლს როგორც სექსუალური კონსტიტუციები, როგორც ჩვენი ეს იმიჯები ბავშვობიდან წამოსული რაღაც კომპლექსები. აქ თამაშობს ჩვენი განათლება, ჩვენი სექსუალური ამას ყველაფერს მიშობას და აი თქვენი ეს მეცადინეობა აი ესეთი ორი ესეთი ანგელოზი გოგორო ცდილობს რომ მთელს ქართულ კაცობრიობას დაეხმაროს დავდივარ დასაფასია რა თქმა უნდა დიდი მადლობა რომ მე ხარისხად მეძახით თქვენ ხარისოდეს უარს არ გეუბნები არადაერად და თქვენს პროდიუსერს რა თქმა უნდა ხო თუ ეგეთი არის არსებობს თუ თქვენ ხართ პროდიუსერები ჩვენაც გადაცემის რეჟისორების და თქვენ კალბატონი ეკატერინა და სოფია ეკატერინა სოფა ბატონები არიან ძალიან დიდი მადლობა ბატონო არჩილ არ ვიცი ჩვენი საზოგადოება რამდენად ხვდება ჩვენს მცდელობა მეცადინეობას რის ვაკეთებთ ამ ყველაფერს იმედია ჩვენი მესიჯი და გზავნილი მიდის ადრესატამდე მოხარული ვიქნები თუ ასეა სამწუხაროა რომ დღეს მსმენელი არ გამოგვეხმაურა ზოგჯერ აი ასეთ თამამ თემებს ჩვენში ეს თემები ჯერ კიდევ თამამად ითვლება როგორც წესი თასარიდებს ხოლმე მობავალზე რა ვიფიქრო რა მოვიფიქროთ მობავალზე თამამ თემად ეს რა აღარ ჩაითვლება თამამ თემად მე რა ჩვენ მოვიფიქრებთ ასეთ თემას და დაგიკავშირდებით უკვე თქვით რომ უარს არასოდეს გვეტყვით და სიტყვაზე დაგიჭირებთ თავი ხშირი არ იყოს რა არ მოაბეზროთ თავი თემა განსხვავებული იქნება დღევანდელისაგან ასე რომ თქვენთვისაც არ იქნება ეს მოსაწყენი და უინტერესო კარგი კეთილი მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ბატონ არჩილს მოკლედ ჩვენს გემშვიდობებით ერთი კვირით უნდა დაგემშვიდობოთ თუმცა ისევ ამავე დღეს ამავე დროს ისევ 103-ზე შემოგიერთებათ ეკატერინა და სოფია გადაცემით ცოლქმრული ფილოსოფია ესე გავლექსზე დღეს ვისაუბრეთ ტემპერამენტის ტიპებზე ბატონი არჩილი შემოგვიერთდა და სექსუალურ ტემპერამენტზე და სექსუალურ კონსტიტუციაზე გვისაუბრა რაც თავარია იმედია მოისმინეთ ეს ყველაფერი და გავიგეთ თუ რა და როგორ ხდება რეპუტაცია აი ეს რომელიც არის სიტყვა რომელიც აღარ იხმარება ფაქტობრივად ქართულ ლექსიკონში დაიწყოს ისევ ხმარება მთელ პოლიტიკაშიც და მედიცინაში მოგითხოვოთ ხოლმე ადამიანების რეპუტაცია სანამ რამე საქმეს გადავწყვეტ ექიმების რეპუტაცია ხო გაინტერესებს ხოლმე სამდის მიღვა გავიკითხავთ გამოვიკითხავთ ვინ არის კარგი გაინტერესებს პოლიტიკოსის რეპუტაცია როგორ არის უმეტეს უნდა გაინტერესებს. აი, ჩვენს რეპუტაციას რაც შეეხება როგორც ჟურნალისტების ცხინვალე რეპუტაცია გაქვს. ძალიან დიდი მადლობა. აღიარებულები ვართ უკვე? მე აგაღიარეთ ეს საკმარისია და საკმარისია. ერთადერთი რაც მაქვს პრეტენზია კარგ გემოვნებაზე, მეტი არაფერზე.
ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ მადლობა. ჩვენც ასევე გემოვნებაზე გვაქვს პრეტენზია და ყოველთვის ხარისხი არის ხოლმე ხაზგასმული. ჩვენი ერთგული მსმენელი ამჩნევს ალბათ ამ ყველაფერს. ძალიან გაგვიგრძელდა ეს ყველაფერი და დავასრულოთ მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. სოფია და ეკატერინე იქნებიან კვლავინდებურად თქვენი სტუმრები. საინტერესო თემა დავაანონსოთ? თემა დავაანონსოთ, რატომაც არა. მაშინ ასე დეპრესია გახლავთ ჩვენი მომავალი გადაცემის თემა. საკმაოდ შემოგვეჩვია ეს ამბავი. ძალიან გაიხშირდა საჭირო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ მეგობრებო, ასე რომ შაბათს 12 საათზე ისევ და ისევ კვლავ გვისმინეთ მედფემის ეთერში. ასე რომ რატომ გჭირს ეს ამბავი, რატომ მოხშირდა და რამდენად ბუნებრივია თუ აკვიატებად გვექცა ეს ყველაფერი, ამაზე მომავალ შაბათს ვისაუბრებთ, ასე რომ ერთი კვირით გემშვიდობებით ბედნიერად. ნახვამდის ბედნიერად.